ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბრო. დღევანდელი ვიდეო ეხება სოლომონის ტაძარს. ამ ტაძართან დაკავშირებულ მითებს და ისტორიებს. სოლომონის პირველი ტაძარი ძველი წელთაღრიცხვით 957 წელს მორიას მთაზე აიგო. ადგილი, სადაც აბრაამს, ისააკი მსხვერპლად უნდა შეეწირა. ეს ტაძარი სოლომონ მეფის მამას, დავით მეფეს უნდა აეშენებინა, მაგრამ გადმოცემით ვიცით, რომ დავით მეფეს არ მიეცა იმის საშუალება, რომ ეს ტაძარი აეგო. მაგრამ თვითონ ტაძრის პროექტი დავით მეფის გაკეთებულია, მხოლოდ დაწყება იყო საჭირო და დაიწყო კიდევაც. მეფე სოლომონმა ტაძარი ააგეს ლიბანიდან ჩამოტანილი კედრის ხით და ის მთლიანად იყო გარედან ოქროებით შემკული. ამ ყველაფერში კი დახმარებას უწევდნენ ტიროსელი ოსტატები, ანუ ფინიკიელი ხუროთმოძღვრები. სოლომონის პირველი ტაძარი დაანგრია მეფე ნაბუქოდონოსორმა ძველი წელთაღრიცხვით 586 წელს. ანუ სოლომონის ტაძარმა გაძლო ძველი წელთაღრიცხვით 957 წლიდან ძველი წელთაღრიცხვით 586 წლამდე. ტაძრის შუაგულში, ანუ საკურთხეველში ინახებოდა აღთქმის კიდობანი. ბიბლიის მიხედვით იყო განსაკუთრებული სიწმინდე, რომელიც ღმერთის ნების მატარებელ საგნად მიიჩნეოდა. იყო ხის კიდობანი, აკაცია იგივე შიტიმის ხისგან, გარედან ოქროთი, სიგრძე 1,1 მეტრი, სიგანე 0,7 მეტრი და სიმაღლე 0,7 მეტრი. სახურავზე იყო 2 ქერუბიმი, სახით ერთმანეთისგენ მომზირალი, ხოლო ფრთებით ფარავდნენ ამ კიდობანს, ხოლო მის შიგნით ინახებოდა 10 მცნების ფირფიტა, აარონის კვერთხი და მანას ჭურჭელი. ამ კიდობანს თან დაატარებდნენ ებრაელები უდაბნოში და დღესდღეობით დაკარგულად მიიჩნევა. სამი ვერსია არსებობს. პირველი ვერსია ეს არის ეთიოპია, მეორე ვერსია ტამპლიერებმა იპოვეს და ვატიკანში წაიღეს და მესამე ვერსია ნაბუქოდონოსორმა წაიღო ბაბილონში და ერთ-ერთი ვერსიით იქიდან მოხვდა საქართველოში და სწორედ დავით აღმაშენებელი მას უცვლის დიდ სიმდიდრეში ისრაელის მეფეს. რაც თავარი ეს აუცილებელი ატრიბუტია სოლომონის ტაძრისთვის. სოლომონის მეორე ტაძარი იერუსალიმში ტყვეობიდან დაბრუნებულმა ებრაელებმა ააგეს. ძველი წელთაღრიცხვით 516 წელს. სპარსეთის მეფე კიროს დიდის დიდი ხელშეწყობით. მისი მასშტაბი ბევრად მცირე იყო პირველ ტაძართან შედარებით, არქიტექტურითაც და სხვა მიმართულებებითაც და ამ ყველაფერმა უკმაყოფილება და იმედგაცრუებაც კი გამოიწვია ებრაელ ერში. სოლომონის მეორე ტაძარი იყო საკულტო ნაგებობა, თუმცა მასში აღთქმის კიდობანი აღარ ინახება. ძველი წელთაღრიცხვით 20 წელს მეფე ჰეროდემ სოლომონის მეორე ტაძრის მასიური რეკონსტრუქცია დაიწყო, რისი წყალობითაც ის გახდა უკვე უფრო შთამბეჭდავი და დიდებული. ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს რომაელი ტიტუსის ლეგიონებმა იერუსალიმის ალყისას სოლომონის ტაძარი თითქმის მთლიანად გაანადგურეს. გადარჩა მხოლოდ გოდების კედელი, რომლის მხარესაც იყო გადმოცემით საკურთხეველი, ერთ-ერთი ვერსიით, რომლის საძირკველშიც არის დაფლული აღთქმის კიდობანი. წინასწარმეტყველებებით ვიცით, რომ სოლომონის მესამე ტაძრის აგება უკავშირდება ანტიქრისტეს და მეორედ მოსვლას. დღევანდელ პირობებში სოლომონის ტაძრის აგება ცოტა არ იყოს რთულია, რადგან მის ადგილას მდებარეობს ალაქსას მეჩეთი. ამიტომ თუ სოლომონის ტაძრის აგება დაიწყება, მოუწევთ ალაქსას მეჩეთის დანგრევა. ალაქსას მეჩეთი კი მუსლიმი ადამიანებისთვის წმინდა ადგილად არის მიჩნეული. ამიტომ მუსლიმებისთვის ალაქსას მეჩეთის დანგრევა ბრჭყალებში დიდ ზურებს გამოიწვევს. მხოლოდ ღმერთმა იცის, როდის იქნება მეორედ მოსვლა და მხოლოდ ღმერთმა იცის, როდის დაიბადება ანტიქრისტეები. ამიტომ ნუ იმარჩილებთ ზოგ-ზოგიერთი და ნუ გადაიშვებით მკრეხელობაში. ღმერთზე მაღლა ნუ დააყენებთ თქვენ თავს. ძალიან მარტივია. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.